მოგესალმებით. DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2026 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.4%-ით, ხოლო 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.8%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში. 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქონლის ექსპორტი გაზრდილია 15.1%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 5.1%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა მაისში 6500-მდე ახალი საწარმო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება. ზრდა ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებელს უკავშირდება. 8.7%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 15 მილიარდ 660 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მიზეზებს, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში და ძირითადად განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატება, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, IT სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდება ქიმიურ მრეწველობას და ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებას, როგორიცაა მაზუთის, ნაფთას და გაზოილის წარმოება. აქვე რამდენიმე მონაცემს გაგიზიარებთ საგარეო ვაჭრობიდან, დაახლოებით 5.4 ჯერ გაიზარდა აღნიშნული კატეგორიის ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ძირითადად ჩინეთის და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით, ასევე 2.6 ჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად ინდოეთის, პერუს და უკრაინის მიმართულებით. რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, აქ ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ძირითადად სამგზავრო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საგარეო ვაჭრობაში განვითარებული დადებითი ტენდენციების პარალელურად შეინიშნებოდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებლის ზრდა. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობის მოცულობის შემცირებასთან, ძირითადად გზების, ავტობანების და სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის შემცირება გამოვლინდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 19%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი. რაც შეეხება სამთო-მოპოვებით მრეწველობას, კლების ტენდენცია ძირითადად უკავშირდება ინერტული მასალების მოპოვების შემცირებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.